ზემოხსენებულ ედიშერის ციკში წინა იმაში რომ მქონდა მაქსიმე აღსარებელზე იქ არის გვერდი 86-88 და ეს არის კითხვა 29 მასზე ესე იგი ეს არის კითხვა პასუხები ეროტაპოკრისის საპანდა მაქსიმ ტომოლიგიტუ ხო ესე იგი ესე ხდება ესე იგი ბერძნებმა გამოსცეს მთელი წმინდა ამბავი არც ყოლა გამოსცეს თუ არა სერია აქვს და ეს არის ძველი ბერძნული და ეს გვერდზე მეორე გვერდზე ესე გვერდზე რომ ძველი ბერძნულია ზუსტად იმის გვერდზე არის ახალბერძნული თარგმანი ну ის თარგმანები ხოლმე ხშირად არის მიახლოებითი თარგმანეს ესეთ იმიტომ რომ თუ ბერძენისთვის თუ ან ახალბერძნულ ესე იგი თუ შინაარსი გაიგე მე ძველ ბერძნულს გებულ ეგ სიტყვების დაზუსტება გჭირდება ამიტომ ზოგჯერ იქ იმ თარგმანებში ხოლმე არ არის ესე ზოგჯერ უფრო მოყოლას გავს ხოლმე ვიდრე ასე ვთქვათ სიტყვით თარგმანს არ ვიცი სხვა თარგმანებში ედიშერი ითვალისწინებს ხოლმე ახალბერძნულ თარგმანს მაგრამ ზოგჯერ ამ შემთხვევაში მხოლოდ მოხავს ინგლისური და რუსული თარგმანი როგორც დამოწმება ესე იგი ფრანგული არ მოყავს არის ლათინური ესე იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაშრომია და ну ვისურვებდი რომ უფრო მეტად გამოწვლილად გაეკეთებინა ეს მაგრამ ეს უზარმაზარი შრომა ეს სურვილია მხოლოდ ეს უზარმაზარი შრომა გააკეთა რომ ამის გაკეთებაც სასწაულია ესე სიმართლე რომ გითხრათ მართლა სასწაულია იმ ფონზე რასაც ედიშერი სხვა საქმიანობებს ეწევა კარგით გავაგრძელოთ ეს არის ესე იგი რას აღნიშნავს 6 ქალაქი თავშესაფრად და რის გამო იქნა მოცემული 3 მათგანი აღთქმის მიწაზე დანარჩენი 3 კი ამ მიწის გარეთ. საერთოდ აქ მაქსიმე ისე გამარტავს და იყენებს ამ ანალოგიურ წესს გამარტების რა ვთქვათ ალეგორიულ წესს რომ ესე ზოგჯერ ალეგორია და ზოგჯერ მაგრამ მაქსიმე ამბობს ანალოგიურ წესს. ну ისე გამოყავს რომ ისე ჩანს რომ მაგალითად კიტრი პომიდორი იმას დაამტკიცებს. აგეთებ 3 კიტრი. რას ნიშნავს ეს? და ნუ მე მაქსიმეს გამარტება გავსაზრდე. 3 ნიშნავს მინდა 3-ს. კიტრი რადგან მწვანეა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის მარადილობა და მარად სიხასხასე სამისეული ძალმოსილი ცხოვრებისა. ხოლო რადგან კიტრი არის მოგრძო, ამიტომ ანალოგიურად ის ნიშნავს მგვალს და რადგან ის მგვალს ნიშნავს ანალოგიურად, ის ნიშნავს ასევე მარადილობას და რაღაც ესეთი ნუ არაფერი სხვა აქ ლოგიკა მეტი არ არის. ესე იგი არის წმინდა სამება და ყველაფერი წმინდა წელს და იმას ანალოგიურად მიიყვანს იქამდე ეს არის საწერკალამი. რას ნიშნავს ეს საწერკალამი შავი ფერი? შავი ფერი საწერკალამი ნიშნავს რომ იგი წრფივია. ანალოგიურად ის ნიშნავს ისტორიას და რაღაც და მაგრამ ისტორია შედგება მისი შავი ნაწილისაგან და მისი სწორი ნაწილისაგან, მაგრამ აქ ხედავთ მწვანე კოპლებიც არის ზედ გამოყვანილი. ხოლო მწვანეები ნიშნავს რომ ზოგიერთი ხდება ღვთის გამოცხადება და ღვთაებრივ მარად ხასხასა მინდორ მწვანეს გამოცხადებას ისტორიაში და რაღაც და დიდი მომიდი მოვდივა რაც კი ნელა. და ფლოროვსკი ამბობს, როდესაც ადარებს ტიპოლოგიურ და ალეგორიულ სკოლებს, ესე იგი ანტიოქიისა და ალექსანდრიის სკოლებს, ის ამბობს, რომ ალექსანდრიის სკოლები ისე ამიღებულიო, თითქოს ალექსანდრიული სკოლები უფრო არისო რაღაცას განყენებული, ზოგადიო ფანტაზიას მიცემული არისო და რასაც გინდა საიდანაც გინდა იქიდან გამოიყვანო. მაგრამ თითქოს ტიპოლოგიური არისო, აი ბიბლიაში რომელიღაცა მოსე არის ტიპი ქრისტეს ჯვარცმის, როდესაც იგი ხელებს, გარაკულობს რაღაც მთაზე და იგი ილოცებს და ტიპო და
ხო, მაგრამ ისიც ამას ამ ტიპებშიც შეიძლება უსაზღვრო ფანტაზიას მიცემ. ესე იგი ორივე ძალიან არბიტრარულია. ესე შემთხვევითია, საიდანაც გინდა, რასაც გინდა, პამიდორიდან გამოიყვან კიტრს, კიტრიდან გამოიყვან დათვს, დათვიდან გამოიყვან სამშობლოს სიყვარულს. ან რუსეთისადმე ბაბაიას დაუძახე და ასე შემდეგ. ნუ კიტრი ნიშნავს რუსეთს ბაბაია დაუძახე. ხო და ეს ამბობს ძალიან არბიტრარულია. მაშინ რადევს საფუძველში ესეთი განმარტების. ასეთი განმარტების საფუძველში დევს ის, რომ ამას ედიშერიც ამბობს ხოლმე, უბრალოდ მაქსიმე, ესე იგი იყენებენ მაწვნა მომები რამე ფილოსოფიას კი არ ქნიანო, ისინი უბრალოდ იყენებენ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, უკვე არსებულ ენას, ის სამეცნიერო იქნება, ეს თუ ფილოსოფიური ენა იქნება, თუ ლიტერატურული სახეები იქნება, თუ რაც იქნება, ამას იყენებენ. იმისათვის, რომ გადმოსცენ გამოცხადებითი სარწმუნოება, გამოცხადებითი სარწმუნოებები გამოუცხადებს ღმერთი რჩეულებს და შემდეგ ნუ ყველაფერი ამ გამოცხადებითობას უნდა შეესაბამოს. ესე იგი რაც არ უნდა ჩიკოტელა რომ მომიტანო იქიდან წმინდა სამების გამოცხადება უნდა ამოვიტანო. არ აქვს მნიშვნელობა. თქვათ იქ რა ტექსტია რა რეალურად. არის კი ესე იგი მაგრამ ასეთი სულელი იყო მაქსიმე და ასეთი ასე ვთქვათ ცრუები იყო და მატყუარები და დემაგოგები იყვნენ მართლა წმინდა მამები. ნუ ეგრე გამოსდის ედიშერში უნებუოდ. უშუალოდ შეიძლება მაგას არ ფიქრობს, მაგრამ ოდესაც მე მაგალითად ეგ აი ამ პასუხში ესეთი რაღაცას წერია. რაც ეხება დანარჩენ სამს, ისინი აქ მიწაზეა. ეს ყოველივე მასშტაბი აღსაქმელია ანაგოგიკური წესის შესაბამისად. ესე გადათარგმნის ანალოგიკი, გადათარგმნის ედიშერი. ანალოგიური წესის შესაბამისად არის. და იწყება რაღაცაც გითხარით ის ტექნიკა რა, რომ ველოსიპედიდან შეგვიძლია გამოიყვანო თვითმფრინავი. მაგრამ აი ანალოგიკურად როცა ამბობს შეიძლება 228 მერვე სკოლიოა 551 გვერდზე და იგი ამბობს ანალოგიკურად, ესე იგი აღმატებული ზიამყვანებლობითი სულიერი განმარტების შესაბამისად. Persoane cadatontis analogic tropon according to the analogic reading, anagoge, согласно аналогическому толкованию. Ეხლა ყურემ აქ არის ესეთი სიტყვა, ამას მე დაუბრუნდები მე, მაგრამ cadatontis analogiis tropon. ეს ტროპოს მაქსიმე იყენებს ტროპოს იყენებს მაქსიმე სხვადასხვანაირად. ასე გულისხმობ. ტროპოს ნიშნავს ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ეს ტროპოს არის გზა, ბილიკი. და მეორე მხრივ არის ხერხი. აი მაგალითად, ახერხით აკეთებ ამას. რა გზით აკეთებ ამას, ხო, შევეუნებით ხოლმე. რა გზით მიაღწია ამას, რა ხერხით მიაღწია ამას, ხო, ვეუნებ, ეს გზასაც ნიშნავს ტროპოს. და ნიშნავს ხერხსაც. შეიძლება იყოს გზა ხერხი. ესე იგი ხო, მაგრამ ლოგოსებთან მიმართებაში მაგალითად მაქსიმე ესე ამბობს, რომ ლოგოსი და ტროპოსი აქ მაქსიმუმს. ლოგოსი არის ის ღვთისნება, ხოლო ის ღვთისნება, რომელზეც მარადიული აზრი ღმერთის, ხო? მაგრამ ეს ლოგოსი იყოფა ორ ნაწილად. ეს თავისთავად რაღაც ორი გამოვლინება აქვს. ერთი არის ეს მარადიული გამოვლინება და ესე არის რა და როგორ. ეს ბევრჯერ მithქვას, ხო? ესე იგი რა არის ეს? ეს არის ლოგოსი. როგორ ვლინდება ეს? ვლინდება როგორც ტროპოსი. გამოვლენის სახე, ესე იგი, მაგრამ და ძალიან კარგად თარგმნის ედიშერი ამას, როცა ლოგოსებზე მიდის. ესე იგი, თავად ლოგოსი არის გვარწესი. ხოლო ედიშერი აკეთებს ამას. ესე თარგმნის გვარწესი, ორი სიტყვით თარგმნის. ეს ორი სიტყვით თარგმნა ედიშერის მას შემოუღია. ეს ორი წესით თარგმნა
ჯერ კიდევ ათონელებს გქონდათ უფრო ადრე, როდესაც აღარ ტერმინი იყო და თარგმნიდნენ ხოლმე ერთი სიტყვით, ორი სიტყვით თარგმნიდნენ. ან სადაც შეგვიძლია ტირეთი გავყო ესა და ეს. ამ ტექნიკას იყენებს. შემდეგ ცდილობდნენ უკვე გელათელები და შემდეგ უკვე პეტრიციც რომ ის რომელიმე ახალი ტერმინი შეექმნათ. ისეთი ტერმინი, რომელიც ჯერ ქართულებმა არ იცოდნენ, მაგრამ ქმნიდნენ რაღაცას, ჯერ წავდნენ რაღაცა სიტყვას. დედიშერი წესს, ესე გვარწესი არის ეს ლოგოსი, ხოლო გვარსახე არის ტროპოსი. რეალურად ეს ორივე ლოგოსია, ერთი ლოგოსის ორი ასპექტია. ერთი არის რა, ლოგოსის რა არის გვარწესი, ლოგოსის როგორ არის გვარსახე. იგი ბერძნულად ეს არის ლოგოს და ტროპოს. სახეთ. ხედი შეიძლება აქ ამბობს, რომ შესაბამის აღმატების ასულერის გამოტების შესაბამისად აქ კიდე ამბობს ანაგოგიური წესის შესაბამისად. აქ წესი ტროპოს თარგმნის ედიშერი წესად. მაგრამ მე ვიფიქრებდი, რომ ეს უნდა ყოფილიყოს გვარწესად. ხო ის რომ მაქსიმე ტროპოს იყენებს აი ლოგოსური გამოვლინების, ლოგოსური სამყაროს აღსაწერად, ლოგოსური მოქმედების აღსაწერად და ეს ანალოგიურს უკავშირებს აი ამ თუ როგორ ხორციელდება იგი, ეს არის ტროპოს, ესე იგი გვარწესი, მაგრამ გითხარით ეს გვარწესი კი არ არის, ამ შემთხვევაში გვარსახეა, აქ შესაბამისად. ამ ტროპოს არც ინგლისელი, არც ედიშერი თარგმნის იქ წესად, უნდა გქონდეთ გონებაში, რომ ეს წესი შეიძლება იყოს გვარწესიც. აი მაგალითად მაქსიმე რატო გამორიცხა რომ მაქსიმე აქ გულისხმობდეს გვარწესს. ან ყოველ შემთხვევაში უნდადეს რომ მიუთითებდეს იმ გვარწესისკენ. ან რატომ გამოურიცხავთ რომ მაქსიმეს უბრალოდ ასოციურად უკავშირებდეს მას. ან შეგნებულად ცდილობდეს ჩვენი გონების აი იმ ასოციაციისკენ წარმართვას. გაგებისკენ წარმართვას, ესე იგი მაქსიმე სპეციალურად ირჩევა სიტყვას της αναγωγικής τάξης, შეიძლება ეთქვა. Αναγωγής, იქნებოდა αναγωγικά, αναγωγικός. რატო არ ამბობს და რატო უმატოს აუცილებლად ტროპოს ირჩევს ისეთ წინადადებას. ბერძნულ ენაში არ იქნებოდა სხვა ფორმები. თქვენს არ შეეგო აი ეგ წინადადება ისე რომ ეს ტროპოსი არ გამოეყენებინა და რატომ გამორიცხავთ რომ ეს გამოყენება სპორტ ნებაყოფლობით გააკეთა, ესე იგი მიზანდასახულად გააკეთა, განზრახულად გააკეთა. ბერძნულში არის reading, anagogic reading. Reading. აი ეს reading, ესე ანაგოგიური კითხვით. ხოლო რუსულად არის ანაგოგიური ანაგოგიური განმარტებით. ეს განმარტება არის ეს თუ რაღაცა სხვას გულისხმობს. აი უბრალოდ как ზუსტად მეორე წესში როცა განმარტავს, მაგრამ ამგვარია, ესე იგი იქვე მიუთითებს ედიშერი რომ ანალოგიის შესახებ, ესე იგი ამ ტერმინის შესახებ. ესე იგი ამ დევნა ედიშერის თარგმანები ხოლმე და უფრო ხშირად უფრო წინ უსწრებს, ესე იგი აღმართებულია რუსულზე და თვითბერძნულ თარგმანებზეც ხოლმე. ეს გაითვალისწინეთ, მაგრამ ესე იგი ყოველმეორე კი არა ვაკრიტიკებ, კი არა ვედავები. არამედ უბრალოდ ამას ვიყენებ ჩემთვის რაღაცების საფიქრებად. თქვათ, იქ ამბობს, ამგვარია ზედაპირული მნიშვნელობა, ხოლო ანალოგიკური გვარსახის შესაბამისად ის ამბობს. ესე იგი არის ზედაპირული მნიშვნელობა და არის
ანაგოგიური გვარსახე. აი აქ სწორედ გვარსახეს იყენებს ტროპოს ედიშერი. ეს მე ესე იგი მაქსიმუმისთვის თავარია ეს არის 114 სკოლიო. 114 სკოლიოში რო წავიდეთ, დასავლეთ ედიშერი 114 სკოლიოში. ანაგოგიკურ ესე იგი აღმატებული ზიანყვანელობითი სულიერი განმარტობის შესაბამისად. Καταδέτοντας αναγωγής τρόπων. აი აქ ტროპონს ედიშერი თარგმნის გვარ წესად. ნახეთ? გვასახად პორბოდში. ესე იგი ტროპს როგორც თვითონ და აქ ტირის გარეშე აქ. ხედა? ზოგჯერ ტირეთი წერს ხოლმე და ზოგჯერ ტირეს გარეშე. ხოლო აშკარად ჩანს რომ ეს გააკეთა ედიშერმა ესე გვასახეთ ჩაწერა ძერ და ხოლო შემდეგ იმავე ანაგოგიკის ტროპონ თარგმნის წესად. ანაგოგიურ წესად. მე სხვა თარგმანში. თუ აქ ედიშერს არ მისდევს თავისივე ძალიან კარგ ინტუიციას და გამოგონებას, სწორ ინტუიციას და კარგ გამოგონებას, გამონაგონს და ამ შემთხვევაში ჩემთვის უფრო პრობლემატურ სიტყვით წესით არის. თუმცა ეს წესიც შეიძლება მეგობრებო იყოს მნიშვნელოვანი თავისთავად, იმიტომ რომ წესი უთო ანგელოს და წესებზეა, ხო, შეჭამ ანგელოს და წესები, ანგელოს და რანგები დაწესებული. წესი არის არახელოდ კანონი, დაწესება რაღაცის. მაგრამ წესი არის ასევე ანგელოს და წესი, ხო? ანგელოს და რანგები, ანგელოს და რიგები. რანგები რო ვთქვა, ranges. და შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ეს აქვს რაღაცა ინტუიციურად გზნობს ან უნდა ესე ვთქვათ ეს ამ შემთხვევაში წესის ესე ანაგოგიური წესის წერს აქ, როდესაც მანამდე თვითონ იმავე ფრაზას ანაგოგიკის ტროპონ ერთიდან თარგმნის ანაგოგიური გვარსახის, აქ ამბობს ანაგოგიური წესის, ესე იგი იქ ტროპოს თარგმნის გვარსახეთ, ხოლო აქ თარგმნის წესად, ესე იგი ედიშერისთვის გვარსახე და წესი ეს არის ერთგვარი ურთიერთჩანაცვლებადი. მაგრამ მიგითხარით რომ ლოგოსში როცა გავყავთ წესი არის უფრო ლოგოსი, ხოლო წესის აღსრულების სახე არის გვარსახე. გვარწესი და გვარსახე აქ ედიშერი რაღაცას ჩაანაცვლებს. ესე იგი იხრება აი ამ ტერმინში შეაქ ერთგვარი მერყეობა. რატომ? და რა ინტუიცია შეიძლება იყოს, ხომ თქვი რომ შეიძლება ედიშერი რაღაც ინტუიცია. უბრალოდ თუ გავიგებთ რომ ეს ლოგოსები აღსრულების, ესე ტროპოსების, ესე ლოგოსების მოქმედება უნდა იყოს ზეამყვანებლობით, ხო, ესე ლოგოსებს შეიმეცნებ და ნელ-ნელა ადიხარ ზემეს მისტაგოგიაში ჩანს კარგად. ყველაზე კარგად. რომ აი ამ ჯერ ეტაპობრივი შემეცნება ამ ლოგოსზე ფიზიკური და მიდიხარ ლოგოსებმა და მაგრამ ეს ზეამყვანებლობა უკავშირდება რაღაცნაირად იერარქიაში ზეახსოვს. ანგელოზულ იერარქიაში ზეახსოვს. ესე იგი ანგელოზების წესებზე ზეახსოვს. ერთი ანგელოზი მეორეს უცხოს და სხვა დაბალი დონის ანგელოზებიდან ნელა ავდივართ ზემო ანგელოზებამდე. ასეთ შემთხვევაში მოლბობილია დიონისიო არიპაგელის ჩვენიერი არასწორი გაგება, რომ მისი იერარქია, ესე იგი ზედა ანგელოზი, ქვედა ანგელოზი, კიდე რაღაც შრეები და იერარქიები, ეს არის რაღაც უდრეკი იერარქია და ჩვენამდე მოღწეული შუქი მხოლოდ ანალეგლის და პირდაპირ გამოშუქება ღმერთთან. ჩვენ არ გვეხება, იმუჯეროს ანგელოზების შრეები უნდა გაიაროს და ყველა ანგელოზი მაღალი და იქამდეც კი მიდის ედიშერი, რომ ერთგან ამტკიცეს, რომ მიქაელი და გაბრიელი ეს ყველაზე დაბალი დონის ანგელოზები არიან, რომელიც ადამიანებში და არანაირად ქერუბიმი და სერაფიმი.
სიმდ ქერუბინა სერაბი უშუალოდ ჩვენთან კავშირში არ შემოდიან. მაგრამ ამ შემთხვევაში მე შეიძლება დავსვათ კითხვა, როგორღა არის მაშინ ღვთისმშობელი აღმატებული უპატიოსა ქერუბინსაც და აღმატებით უზეს და ეცა სერაბიმთასა და რანაირად ხდება ისე რომ ღვთისმშობელი თავის ადამიანის ბუნებით და პიროვნებითაც აღემატება მას, მაშინ როდესაც დანარჩენი ადამიანები განწირული ვართ მხოლოდ ვიყოთ აი ამ დაბალ ფენაში. სწორედ ესე არასწორად არის გაგებული დიონისეს იერარქია, ამ შესახებ ბერძენმა მე ნალაპარაკები. ყოველ შემთხვევაში სწორადაც რო იყოს, მაგალითად ბერძენი კვლევარი ერთ-ერთი განსაკუთრებული ბერძენები თლიანად წიგნს უთმობს ამას, რომ როგორ ალბობს მაქსიმე როგორ ცდილობს აი ამ ურყევი შრალი ხინეში, ასე ვთქვათ, შრალი უდრეკი არა ნედლი რომელიც მოიდრიკება ხე არამედ შრალი რომ არის ხე და მოწყდება აი ეს ხენეში ესე უნაყოფო რა გამხმარი რამოთვე კაი გაქოვებული დიონისოსეული გაქოვებული უბრალოდ გაქოვებული დიონისოსეული იერარქიის განედლებას იგი მოულბობას და მის გაპლასტიურებას რომ ესე იგი და აქ თუ ისე ნებულად უდესაც გვარწეს ხოლო წესად გვარსახეს შემდეგ წესად თარგმნის სწორედ ამბობს რომ ჩვენ ანგელოზთა წესთა მიხედვით წესების მიხედვით ზიავდივარ და ეს ძალიან ახლოს დგას სწორედ იმ თეორიასთან რომ მაქსიმეს ლოგოსების თეორია ძალიან ახლოს არის პროკლესეულ ჰენადების თეორიასთან და ამით გზით იგი რაღაცნაირად მაგათად პეტრეს როდესაც პროკლეს თარგმნის და თავისებურად განმარტავს შეგვიძლია ჩვენ უკვე ჩვენი ფილოსოფიური მსჯელობით მას რაღაცნაირად ერთმანეთს დაუკავშიროთ ეს მას გეუბნებით ვინც ეგ საკითხი მომავალში არ გაინტერესებთ ან უბრალოდ გინდათ რომ იგრძნოთ თუ რამხელა შრომა გაწია თქვა რამხელა მნიშვნელობის შრომა არის მაგალითად ივანე პეტრიცის ნაშრომი სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ ეს კავშირები ინსპირაცია გაიცნოთ შთაგონება გაიცნოთ და თქვენ მე რაღაც ამ რუსლა ამ არხში ამ დინებაში ესე იგი აზრდინებაში აზრმოქნილობაში ღვთაებრივ ორომტრიალში მორევში ჩაეშვათ და უკვე თქვენ თვითონაც იაზროვნოთ იმ წესთა გვარიც მიხედვით რომელიც წესთა გვარიც შექმნა ჩვენო წინაპრებმა ქმნიდნენ საკუთარ ქართულ ენას რომელშიც ჩვენ ახლა ცურავთ და რომ იწოდეთ პარამეტრი აი ხე გუშინაც კითხულობდი გამოვიდა კიდევ ერთი წიგნი არის ზუსტად აი ხე გუშინ კითხულობდი ერთი წიგნის რევიუს წილის წინ რომელიც სწორედ ამით შეეხება რომ ენა და სამყარო არიან ურთიერთმორგებული ესე იგი როგორ ენასაც ჩვევქნით იმგვარად რომ შეგვიძლია აღვიქვათ სამყარო და როგორც ჩვენ სამყარო აღვექმება იმგვარად და ძერწავთ ჩვენ ენას ენა არ შეიძლება გადასწორეთ ამ ენის ძერწვადობა ახასიათებს ედიშერს რომელიც ინსპირაციას და შთაგონებას იღებს და ცდილობს იმ რუსულში იმ დინებაში იყოს იმ დინებაში იყოს მოქცეული რომელიც დინებაც შექმნეს წარმოაწყაროეს სწორედ ქართველებმა როგორც ქართველების საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ საღვთისმეტყველო ფილოსოფიურ ტერმინებს რა ნაირი დინებას ამის შექმნეს რა შენადინები აქვს როგორი წესიც როგორი გამოდნობის როგორი ტექნოლოგიაც მათ მოიგონეს სწორედ აი ამ ტექნოლოგიის ამ გამოდნობის ესე იგი სიტყვათა გამოდნობის ენის გამოდნობის და შესაბამისად სამყაროს აღქმის გამოდნობის მეთოდებს იყენებს ედიშერი, როდესაც უკვე ახალ ქართულად ქმნის ჩვენეულ საღვთისმეტყველო და მის დაუნებურად ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას. და სწორედ ედიშერიც ამბობდა თქვენ შეგიძლიათ ეს მეთოდოლოგია გამოიყენოთ, რომელი მეთოდოლოგიაც, რომელი მდინარებაციც
შეიქმნა როგორ იქნება ქართული ენა, მიაღწია პეტრისთან და პრეტისმა სწორედ ეს გააგრძელა და ეს მოდელი შექმნა, ესე ქმნის ეს მოდელი ჩამოაყალიბა ენის ფილოსოფიის სამყაროს გაგების ის მოდელი ჩამოაყალიბა, რომელიც მოდელიც ჩვენ შეგვიძლია შევისრულოთ, მივიღოთ და მოდელითვე გავაგრძელოთ ფიქრი სამყაროზე, სამებაზე, წმინდა მამებზე, ფილოსოფიაზე და ასე შემდეგ. აქ ედიშერს თავისდაუნებურად შემოგვწეს. კარგი, აქ ამ ესე იგი ამ 29 კითხვის დასასრული, როდესაც ის უკვე მაქსიმე გადადის და ამთავრებს, იქ აქ ესეთი უცნაური რამ, რაც ჩემთვის სიმართლე გითხრათ, პრობლემატურია და არა მხოლოდ ჩემთვის. ამაზე გადავალ შემდგომში. დიდი მღვდელი, ესე იგი, დიდი მღვდელი კითხვაში არის, რა ვინ არის ეს დიდი მღვდელი. როგორ გამარტავს ახლა დიდ მღვდელს მაქსიმე. დიდი მღვდელი, ესაა ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ეს დიდი მღვდელი ძველი აღქმის რაღაცა ტექსტია რა, და იქ წერა რომ დიდი მღვდელი. და ეხა იმას ანალოგიურად ზეაღმყვანებლობითად, ზეწყვანებლობითად ზეით მძღვანებლობითად, მაშინ ესე უნდა თქვა ზეით, გამოიყვანოთ ეს იმერული საით ზეით მძღვანებლობის რაღაც ზეით რო აგიცხლება, აღოღი ნიშნავს ოდიღოს იღუმენი ერთი ფუძე, რომელიც წინ გიცხვის, წინა მძღვარი რა. იღუმენოს ნიშნავს ის, რომელიც არის მძღვანე, მიგიცხვის, მძღოლი სიტყვა აქედან ესე არის. ხო და თუ ვიტყვით რომ ანალოგიკოს, მაგრამ აქამდე ზეით მძღვანებელი იქნებოდა. ზეით მძღვანებლურად. რომ მიგიცხვის ზემოთ. დიდი მღვდელი ესაა ჩვენი უფალი იესო ქრისტე. შესაბამისად, როდესაც მივახცევთ ჩვენ სრულ უვნებობას და მეტად აღარ შევწირავთ მას სოფლისაგან რასმე, ესე ამას უფრო შევარი საგნები მატერია რაღაცასაც ვიყენებთ რა, მსახურების ეს ფიზიკურად, რომ ჭრეთ საგნებს, რომ აი ეს ღმერთმა შექმნა, ამას გადავდივართ და პირდაპირ ღმერთს, ესე საგანს და ანალოგიებს, ანალოგიურ უკვე მეთოდს მოვიტოვებთ, ასე ვთქვათ, უკან, ავედით უკვე იქ, ზემოთ ავედით, სადაც უკვე ღმერთი კი აღარ აი თის წვერზე ვდგევართ, თაბორი იქნება თუ რა ვიცი, რაც ზეთის ხილი თუ რაც ან სინასთან იქნება, რა მწვერვალზე რო ვდგავართ უკვე რა და ჩვენი ტანით უკვე, ნუ ფეხებით შეიძლება რაღაცნაირად ვეხებოდეთ კიდე ამ სამყაროს, მაგრამ უკვე მთელი ტანით უკვე ცაში ვართ ასული. და რაღაცა თუ მოწყდებით კიდე წამწა თუ ახტები ეს წარმოიდგინე, აი მწვერზე დავდექით და იქ ახტი. აი ამ დროს. აი ამ მომენტში როცა ხარ, ასე ვთქვათ. ესე იგი, აღარ შევწირ, მეტად აღარ შევწირავთ მას, ესე იგი ქრისტეს რა. მეტად აღარ შევწირავთ ღმერთს. მეტად აღარ შევწირავთ მას სოფლისაგანს, რასმე, არც სიტყვებს, არც აზრებს, და აზრები და სიტყვები უკვე მატერიალურია მაინც, ხო, რაღაცის აზრი როგორ ის, აზრი მაინც როგორ ეცით, ესეთია მიმოდის აზრი. სუბტ აზრი ხო არის რაღაცებისგან შედგება, ასოციაციებისგან, ეს არა ეს უასოციო ფიქრია. ესე იგი, არც სიტყვები და არც აზრებს, ან თუ მარტივად, როდესაც გავხდებით აღმატებულნი გრძნობა გონებაზე და აღარ ვიქნებით კვლავად ხორცის მიხედვით მცოდნენი ქრისტესი, მაშინ მოკვდება ჩვენთვის დიდი მღვდელი, ვინაიდან მეტად აღარ შეიწყლენებს იგი ჩვენგან ქმნილებათაგან რაიმეს გზით მსახურებას, აღარც ეუქარისტიას. და ვიქნებით ამიერიდან უკუმიბუნებულნი ჩვენი კუთვნილი მიწისკენ. ესე იგი, მიწისკენ, რაც თავად ღმერთშია, რომელშიც მყოფოს გვარსახენი საქმოებებისა. Ცნაურია, ხო? ესე იგი, რას ამბობს აქ მაქსიმე? ესე იგი, მე სიტყვა
გრძნობა გონებაზე მეტად გრძნობა გონებაზე სიმართლე გითხრათ არ ვიცი ხა ეს ძალიან მაინტერესებს ეს თვითონ ეს გრძნობა გონებათან ტირეთი აქედიშვილს და რაც იყო უნდა იყოს არ ვიცი დვიანიას არ გართარგმნა გრძნობა გონებას ეს ღრნომი რა უნდა ეთარგმნა ხა ედიშვილს ავით ოკეი კაი ამას ვერ გავიგებ ამას შევეშვებ თუმცა ეს გრძნობა გონება საინტერესოა გონებას აღმატებულობას გულისხმობს ეს ტირას გულისხმობს ბერძნული ტერმინია საინტერესო მწოდნე ქრისტესი და მაშინ მოკვდა ჭირდებინა ხო და რომელშიც ყოფობს გვარსახენის სათქმელების ესე იგი იქ არის რაღაცა მიწა თავად ღმერთში რაც თავად ეს მიწისაკენ რომელიც თავად ღმერთშია ბერძნულად ხომა არ იქნება ალბათ იქნება დედამიწა ხომა არის ხომაც მიწა არის ხა მიწა რომ მიწა აქ თუ რა აქ ხო არ ვიცი ბერძნული ტექსტი უნდა მედოს გვერდში ხო მაგრამ შეიძლება ინტერნეტში არის ეს ტექსტი შეიძლება თავშოთ შეიძლება ის მოძებნა ხო თქვენ თვითონ მოძებნეთ თუ დაგაინტერესებთ ხო და მიწისკენ რომელიც თავად ღმერთშია რა არის ეს ღმერთში არსებული მიწა რა შეიძლება იყოს ღმერთში არსებული მიწა რომელშიც მყოფობს გვარსახენის სათქმელებისა გვარსახენი გითხარით ტროპოს ესე იგი სახეები როგორები ლოგოსები კი არა გვარსახე თუ ისევ ედიშერი არ უღებს აქ და ლოგოსეს ამ შემთხვევაში გვარსახენად დათარგმნის ეს ანახავია ტროპოს ტროპი არეტეონ ტროპი ასე იქნება ესე იგი ეს ისეთი მიწაა მეგობრებო რომელი მიწაც მოძრაობს იმიტომ ტროპოსი არის გვარსახენი როგორც გითხარის ტროპოსები არის ლოგოსების არა გვარობა არამედ ლოგოსების როგორ მოქმედობა აქ ლაპარაკია ენერგიაზე ღმერთში არის ენერგია რომელსაც მე დიშერი მეთქი პალამარო იტყვის რა ამის შესახებ ღმერთში არის ენერგია რამ ენერგია სადაც არის სიკვველეთა ესე იგი ჩვენი მოქმედებათა ჩვენ მოქმედებათა სახეები აღსნაური ფრაზა ისე გამოწვევ ჩვენი მოქმედებები აქ ესე ჩვენი სათქმეებები აი სათქმეებობად გამყარებული ექსისები ესე ვთქვა ჩვევები ბად შემყარებული ჩვენი მოქმედებები რომელიც მუდამ გარდაქმნადია და ეს ღმერთის სათქმეებათა ლოგოსების ტროპოსები ესე იგი ჩვენ ის თუ როგორ მოქმედებს ღმერთის ლოგოსები რა სახითაც და როგორ სახითაც იგი მოქმედებს და როგორადაც ყისერად შემყარდება ჩვენი ქმედებები ესე მიიღებს ენერგიულ რა სახეს და ესე იგი ენერგიულად გარდავიქმნებით ჩვენ არის ერთ და იგივე თანამთხობა მე იმის თქვა მინდა რომ ამ საფრთხო მიწაზე ეს საფრთხო მიწა შემოქცეულ საფრთხო მიწა თუ მიიღეთ ღმერთის ნებელოვეს და გნებად ქრისტეს ტანს განხორციელებულ ესე იგი რა არის ღმერთის ლებელოვი ლოგოსები და ღმერთის ენერგია თუ ის როგორ ცოცხლობს არის ის თუ როგორი შემყარდება
შემატერიალდება, შემიწდება, გამყარდება რაღაც მოგვი არა მატერიალ, არა ამ ხენის მატერიალზე ვლაპარაკობ, არამედ უკვე რაღაც სხვა სახით, ეს ბჭყალებში კვანტური უკვე. სიმები რო არის, ხო სიმების თეორია, ხო კვანტების თეორია, კვანტური მექანიკა. იქ შემყარდება, მიიღებს რამ სახეს. და ასე ვარ ჩართული ჩვენ საღვთო ენერგიებში უკვე პიროვნულად. ექსისურად. ექსის არის ჩვევა, მიღებული ჩვევა, რომელიც მეორე ბუნებაა, რომელსაც ეს გავღმერთდებით რა რეალურად ლაპარაკობ. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, უცნაური მომენტია. აღარ მიიღებს აქ წერს, აღარაფერს ჩვენ აზრებს, აღარ მიიღებს ბარძიმებს და ეგეთ რაღაცებს, რაღაცა ანალოგიურ ჭრეტებს, ესეთი აი აქიდან კიტრიდან რო პამიდორი გამოყავს და ეგეთ რაღაცები, რაც აღარ ლაპარაკებ. კვლავ ხორცის მიხედვით აღარ ვიქნებით, მაგრამ ჩვენ რომ ესე არის ხორცი ჩემი, ესე არის სიცხლი ჩემი. ხორცი იქნება სომა, მაგრამ შეიძლება სარქს იყოს აქ, არ ვიცი რომ რას ხმარობს. მაქსიმუმ ხორცის მიხედვით, მაგრამ ჩვენ სწორედ ხას უსვათ, რომ ეს არის გაღვთობილი ესოს ხორცი. ახლა პულდაღვინოს კი აღარ ვხედავთ, უკვე პირდაპირ ქრისტეს ვხედავთ ამ პულდაღვინოში. და ყველაფერში ქრისტე რაღაც უცნაურ მისტიკურ ჭრეტას აღწერა უნდა, მაგრამ მოკლედ აქ ისეთი სახეა რომ გაურკვეველი არის ადგილი რიტუალისა. ესე იგი რიტუალები აღარ არის საჭირო? ჩვენ რიტუალებს ვაკეთებთ, ეს მხოლოდ არის რაღაც მატერიალური, არასაჭირო, მხოლოდ რაღაც დაბალი ეტაპი, რომელსაც შეგვიძლია თანაწარხდეთ ჩვენი იესოს ლოცვის ან უდაბნოში გავიდეთ და მხოლოდ სიცხლის ბოლოს ვეზიაროთ ერთხელ. ესე იგი რიტუალები, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ. ეს არის მხოლოდ რაღაც ეტაპი და მაგრამ უკვე ჭრეტაში რო გადავდივართ ეს რიტუალებს, ეს ჩვენი მატერიალური მოძრაობები და ყველაფერი, რომელიც კარგულ აზრს შეიცავს, ესენი აღარ არის საჭირო. ეს საკითხი, ესე იგი თეორგია, ამას ქვია თეორგია. თეორგია არის ეს. იერურგიად, ესე იგი, თეორგია და იერურგია ადრე მაქვს ნალაპარაკები ხა აღარ შეუდგები, მაგრამ ეს არის ის თემა, რომელიც თემაც ეს დიონისეს შემოაქვს სიტყვა თეორგია და დგას ეს საკითხი, მაგალითად თანამედროვე ჩემ წიგნშიც მაქვს დისერტაციაშიც მაქვს აქაც მაქვს რომ on the importance of a contemplative as well as ritual element in ascent and the difficulty of determining precisely what the theurgists and their commentators thought on the matter, see the review of ancient materials and modern opinions at Magaric, the Chaldea oracles, and more recently, Tanasiu Dobler. So what it is? Neoplatonikusების თეორიას როცა სწავლობენ, იქ აქვს ესეთი პრობლემა. ეს თეორგია, ესე იგი რაღაცა პატარა სტატუებს იყენებენ, ქვებს იყენებენ, რაღაცებს ხმებს იყენებენ, რიტუალებს, გაწმენდის რიტუალებს და თეორგიულ რიტუალებს, რომელსაც ძალიან ინდივიდუალური ფორმა აქვს, იმიტომ რომ საზოგადოებაში ვეღარ აკეთებენ აკრძალეს ქრისტიანებმა ყველა და ყველაფერი, ხო ვიძახთ ქრისტიანების შემწყნარებლები ვართ. საჯაროდ ვეღარ აკეთებდნენ წარმართებით თავიანთ შეკრებებს და ძალიან ინდივიდუალურად გამოვიდა ეს ინდივიდუალური ტექნიკა არის ეს. მაგრამ ეს ინდივიდუალური ტექნიკა, ეს ტექნიკაა, რომელიც ჩამოაყალიბეს ნეოპლატონიკოსებმა, რიტუალები და მისი ფილოსოფია, აი თუ რას ნიშნავს თეორგია ფილოსოფიურად. ამაზე ბევრი ილაპარაკა, განსაკუთრებით ყველაზე მეტი ილაპარაკა იამბლიკომ, ესე იგი იამბლიკო არის პლოტინეს შვილიშვილი, როგორც მოწაფე შვილიშვილი. და შემდეგ ეს განასრულა რა მთლიანად აი თეორგიის თავის თეორია მთლიანად აიყვანა ბოლო ეტაპზე და აიყვანა პრობლემ რომელიც შემდეგ თარგმნა ჩვენმა პეტრიცმა და საბოლოო
პატარა ელემენტები მაშინ შეწოვა დამასკინოსმა, ესეთი იოანე დამასკელმა კი არა, დამასკინოსი იყო ესეთი. ქლიავს ნიშნავს დამასკინო თუ რაღაცა ბატამივით არ დამავიწყე. ხო, დამასკინოს ეს იყო ბოლო ნეოპლატონიკოსი იყო, რომელიც მე უკვე აიგზავნეს ქრისტიანება საერთოდ ეს ფილოსოფიური სკოლები და რაღაც. და გაიქცნენ ისინი პერსიაში. იქ თავისუფალი იყო ფილოსოფია, ხო, ამერიკანს გამოიქცნენ. ხო, ესე იგი, ყველაზე მეტად მხარს უჭერდა იამბლიკოსი ამ თეორიას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბევრი იკვლევენ ახლა, ბევრი იკვლევენ, თანასიუ აქ არის გერმანული წიგნია, მაგრამ მისი პოსტსადოქტორო დისერტაცია, რომელიც 2011-ში გამოვიდა თუ 2013-ში, არ მახსოვს, მე მაგ მქონდა სახში. მე მგონი მაშიც მაგ რა ქვია. ელექტრონულად და მაქვს წიგნია, სადაც დაწვრილებით იკვლევს აი ამ თეორიას რა. უკვე მოყოლებული ჰეკატედან და დამთავრებული მთლიანად დაწვრილებით ერთი ძალიან მურწალი წასაკითხი წიგნია რა, ესეთი გერმანიაში დაიწყო ინგლისურად, აი გერმანული სკულპტურებით გაკეთებული ნეროს დაგადღლიზავთ ესეთი წიგნია. ხო, ძლივს ავითვისე რა, და ის აჩვენებს, რომ ეჭქვეშ აყენეს მთლიანად ამ თეორიულ ზოგი მკვლევარი აი თეორიას იღებს, რომ აი ეს იყო მთავარი მხარე ნეოპლატონიკოსების, ზოგი ამბობს, რომ ეს საერთოდ მეორადი მხარე იყო, ეს ზოგი უპირატესობას თეორიას ანიჭებს, ესე იგი ამ რიტუალურ მხარეს ანიჭებს, ზოგი ამ რიტუალურ მხარეს მთლიანად გამორიცხავს და მეორედ მნიშვნელობას ანიჭებს. და საერთოდ განაკიკებს მათ და ნუ საბოლოო ჯამში მკვლევარები ვერ მივიდნენ იმ დასკვნამდე, თუ საბოლოო ეტაპზე, ესე იგი მერჩვეტელობის საბოლოო ეტაპზე აქ რეალური როლი რიტუალს, ანუ მატერიას, როგორც აქ წავიკითხე ახლა, აი მატერიალურ საგნებს, ანუ მატერიას, იმიტომ თეორია ეს მატერიით მანიპულირება, როგორც ბარძიმებით და ეგეთ რა, რომებით რა ქვია, დაფარნებით და ბოლოს ევქარისტიის ჭამით და მე ბუღარების ჩასხმით და მე ზიარებით და მე იმის რაღაცებით კიდე მე იმის კიდე რაღაცები გაგატანებით და გადმოტანებით და ბოლომდე გრძელდება, ხო ეს ჩვენ მამა რიტუალი. ამას აქ რამე მნიშვნელობა, ესე იგი იქ-სეციურში, მიწაზე, საფრთხო მიწაზე, აი ამ ეს მატერია იქ შედის, უბრალოდ იქ მიიღებს სხვა კვანტურ ფორმას, თუ იქ მთლიანად გამოირიცხება. ამის შესახებ ჩამოყალიბებული აზრი და შეთანხმებული, ჩამოყალიბებული შეიძლება ქონდეს ვიღაცას თავისი აზრი, მაგრამ შეთანხმებული აზრი მკვლევართა შორის არ არსებობს. აქ მაქსიმისადაც რაღაც უცნაურად ჩდება, ერთი მხრივ ამბობს, რომ გრძნობა გონებაზე მიწიერზე უნდა ამაღლდე, მაგრამ შედიხარ რაღაც სხვა მიწაში, აი იმ სხვა მიწაში ის კი არა რაღაც განყენებული ლოგოსების, ესე გვარწესების სამყარო კი არა, სადაც ყველაფერი თქვი და შემამარტო ჭრეთ იმას, არამედ იგი შენი სათნოებების, და სათნოება რა არის, ხო? სათნოება ის შენი სიკვდილი. რაც შენ მიიღე შენი ქმედებით, ესე იგი, რა უნდა იყოს ეს სათნოება, არ ვიცი, ხო, რაღაცა კეთილობა, სიყვარული, გამბედაობა, სიმამაცე, რაღაც, მაგრამ ეს ყველაფერი ხო მოპოვებადია. აი ამ ყველაფრის ტროპოსები, ესე იგი, იქ აქტიურად არის, კიდე ადამიანი იქ აქტიურად არის, ესე იგი, აქტიურად რჩება პიროვნება რაღაცა ქმედითად. ესე იგი, ის მაინც ქმედებს. მაგრამ ეს ქმედებას კვლავ მიწა ეწოდება და ამ მიწას მაგალითად პლოტინესთან ეწოდება გონიერი მატერია. ესე იგი, რაღაცა მატერიის იქაც რაღაცა მატერია და იმ მატერიაში რაღაც სხვანაირ მატერიულად ვართ იქ შერთულები. ესე იგი, რამ რიტუალი მაინც რჩება. უბრალოდ რა მატერია მაინც რჩება, რიტუალი შეიძლება არ რჩება, მაგრამ იმ ქმედებასთან ძალიან მორგებულია აი ამ მატერიის ქმედება, ისე როგორც კვანტურ მექანიკაში რაღაცა სხვანაირი კანონებია, მაგრამ იმ სხვანაირი კანონები ავლენს აი ამ იქ სხვა მატერია, რაღაც შავი მატერიაც კი არის და რაღაც
ბნელი მატერიაც კი და ბნელი რაღაც ენერგიაც კია. მე ამ ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის კვალობაზე არის რაღაცა კვანტური სიმების ხევის რაღაცა უცნაური რომელიც ხოლმე მათემატიკურად თხა თუ შეიძლება ეს მხოლოდ გონებრივად თხა თუ შეიძლება მისი ნაწილობრივი მაინც მასში ნაწილობრივი გარკვევა ადამიანის გონების მიერ ესე იგი უკვე ექმედება მაგრამ ის მე ის ვლინდება ამ მატერიად ხოლო ამ მატერიაში ჩვენ რასაც კოლაიდებს ვქნით და ვფიქრობ და ჩვენი გონება ხო ტვინია და მე მაინც ახდენს მე გავლენას იმ მატერია იმ სიმებს ჩვენი გონება რეალურად ჩართულია იმ სიმებში და რაღაცა გავლენას მასზე ვახდენთ და რაღაცნაირად ის ახდენს ჩვენზე გავლენას მაგრამ აი ეს გადასვლა როგორ ხდება და თუ ზუსტად იქ რა განვე არ ვიცით მაგრამ ჩვენ ვიცით რომ აი ეს ურთიერთმემართ ხდება აი ამას რაც აკა ფიზიკა მივიდა ამაგაზე აი ამას ახდენს საკ მაქსიმი იქ არის რაღაც რამ მატერია ოღონ რაღაც რამ სიმები რომელსაც სხვანაირი თვისებები აქვს სხვანაირი კანონები აქვს სხვანაირი მექანიკა არის აქვს სხვანაირი მექანიკა და ამათ შორის კავშირი ყოველ შეიძლება იყოს რაღაც გონებითი რა ვთქვათ აი ამ საიდუმლოს აღწერს მაქსიმი აქვს. ეხლა ნახოთ ეს ანაგოგი რა არის, როდესაც ედიშერი ძალიან და ინტელექტუალურად ან განმარტავთ თქვენ. არა, ანაგოგი არის ზიამყვანო. ანაგოგი ეს არ არის მოწყვეტილი რიტუალს. ეს არ არის როგორც ჩემი ფანტაზიები. თვითონ ანაგოგია არის ერთგვარი მისტერია. მისტაგოგიას იმიტომ უწოდეს ანაგოგიას მე მისტერიას ედიშერი კი არა მისტაგოგიას უწოდეთ ეს მაქსიმე როცა ლიტურგიას აღწერს და იქ ნეოპლატონიაში არის ესეთი მომენტი რომ არა მხოლოდ თეურგია არა ხორციელდება არა მხოლოდ საგნებით მაგას ჯერ კიდე არისტოტელე დადმოდის რომ მაგალითად ტრაგედიის კითხვა წაკითხვა ესე და მის ტრაგედიის დადგმა სცენაზე რომ შეიმეცნო და გაიცხოვრო ტრაგედია და იქ მოხდეს კათარსისი ეს ხორციელდება არა მხოლოდ თეატრში მონაწილეობით არამედ კითხრითაც ესე იგი არა მხოლოდ რიტუალით არამედ ასე ვთქვათ ტექსტის კითხვაც არის რიტუალი და მას ლოგიას უწოდებენ მაგრამ ნასიტყვად თარგმნის ედიშერი ეს ლოგია არის ტერმინი ქალკდეური მისტერიების ეს ციგნია რომელიც თვითონ ბერძნებმა დაწერეს ქალდეული ორაკლების ქალდეული oracles ბერძნებმა თარგმნეს მაგრამ ლოგია ქვია ორაკულებს რო ეძახთ ქართულად მათგან ორაკულებს რო ეს ნასიტყვები არის წმინდა წელი ეს წმინდა წელის თავად კითხვაც ერთგვარი აღმყვანებელია და უკვე ანაგოგიური მოქმედება არის. ესე იგი რაღაც გონების რიტუალია. ესე და თავად მაქსიმეს ტექსტებიც ეჭვინობს. მაქსიმეც ისე ცდილობს თავის ტექსტები დაწეროს. რომ თავად ამ ტექსტების კითხვა იყოს ანაგოგიური, ესე იგი ერთგვარი რიტუალი, რომელსაც შეყავყალ რამ რეალობაში ისევე როგორც რიტუალურ ქმედებას. დავიწყოთ აქ ერთი თავი, წიგნი არის, რომელიც გაქვია Ancient Magic, გრეკო-რომაული მაგია. 2019-ში გამოცემული წიგნია. ტერმინები ხშირად აი მისტაგოგია, ეს ანაგოგია, ლიტურგია, ტელეთი პროსხომე და ეგეთ რაღაცები მეგობრებო არის ჯერ კიდევ ბერძნული ტერმინებია ბერძნული მისტერიალური და მაგიაში გამოყენებადი ტერმინები ეს არა ქრისტიანს არ მოუგუნებთ ეს ტერმინები ასე რომ უბრალოდ ქრისტიანმა ეს ტერმინები მთლიანად გამოიყენეს მეტყვი როგორც ხატები გამოხატული ხატები ის ენელა გარდაქმნეს ისინი მე ქრისტიანულ ხატებად და ამიტომ მაგრამ მე შეეხატა რა ქვია აბანოებში მაგარი შეხვედრის ადგილი ყარ სიმპლეს იქ ხდებოდნენ ისდნენ აბანოების ტიპები და დამჟელოდნენ პიპელოპოპოსოვდნენ ამიტომ ზოგჯერ აბანოების მოზაიკებით იყო მოხატული ღმერთებით და რაღაცა
ნენელა ეს ლუტრომ პალენგელინსენს ეს აბანოში ყოფნა ჯდომა შემდეგ ნათლობა და ეგეთ რაღაც ერთმანეთთან კავშირში არიან კულტურული ერთგვარი განზოგადობა როგორია თუ ქრისტესთან ჩამოვიდა ეს ყველაფერი და გამომემს გამოეცხადოთ ეს რიტუალები ნენელა იქნებოდა იხვეწებოდა the final ritual process that I will discuss was the culmination towards all the others later. ეს არის კულმინაცია. როდესაც რიტუალის თავარი კულმინაცია, ეს არის temporary, ესე იგი დროებითი ascent, ამაღლება არის ტერმინი ascension. ანაღოგი. ხომ ითქვით იმას, ესე არის ანაღოგი. ესე უნდა იყოს, ანაღოგი რა, ანაღოგი. Of the თეურგისტის სულის საბოლოო ესე იგი დროებითი ზეახსვა ზე რეალობებში, სადაც პლატონის მეტლეს მსგავსად ფედროში აქვს ეს მეტლე რომ მადის ზემოთ რა ერთი ცხენებზე როზის რა ერთი ზემოთ ერთი ქვემოთ რომელიც საილმას მეტლე როდეს მეტლე ტვინია ერთი არის ეპითიმიტიკო ერთი არის თიმიტიკო ეს ისინი ანუ ბერბერცეს მაგას ედიში არ ახსენებს ოღონ პლატონს თითქოს ეს მოგონი სინდამაების მოგონილი იყოს სადაც მათ ამ ქარე როდესაც ეს მეტლე უნდა გამართოს რა თავისი ეს გზნებითი თუ აღზნებით როგორ აკედიშებს და მეორის როგორ არის ხურვალებითი ნაწილი აი თუ ხურვალებით ზემოთ გონება ზემოთ აიღებს მაშინ ზემოთ ავარდება ეს მეტლემ უნდა წარო გონება როგორ ზემოთ აღიჭრიტება ამ ხურვალებით წაიღებს ეს ხურვალებს დაბლა კი არ წამოიღებს არამედ ზემოთ აიტანს იქ ზემოთ აიხედება რა მაშინ ის ხედავს ხედავს ღვთაებრივ მშვენიერებას და further და განაგრძობს საკუთარი თავის დახვეწას. ესმით ესე იგი აი ზუსტად ეს მაგიაშია, არ გეგონით ეს მაქსიმეს კონდეს. ეს ნებისმიერ მაგიაში ის ყველა მაგიაში ესეა. ანაგოგი არის ზეაყვანება. ესე იგი, მოდი ანაგოგიურად განვიხილოთ ის მაქსიმე რო ამბობს. იმას კი არ გევლია, მოდი ხალხი ფანტაზიურობ და რაღაცები ესე გავაკეთოთ. არამედ აი ეს თვითონ ეს კითხვა და წმინდა წერილის აზროვნება გადავაქციოთ ერთგვარ თეოლოგიულ რიტუალად. ამ რიტორიკაც ესეთი მომენტია რა. ის ლამაზად განვალაგოთ. სადაც ყველა სიტყვამ და ყველა სიტყვა არის ერთგვარი რამ სარკემ ამ მისაგოგიაში აღმოს. რომელმაც უნდა აგიყვანოს და რაღაცა მიგახვედროს, რაღაცა შეკრთას. ამიტომ იქ მაქსიმე ზოგჯერ რაღაცა სიტყვებს რო იყენებს და მე ედიში რავაში მარტივი აზრი ეს არ არის. ის სიტყვაზე აღყვანებელი სიტყვა არის და ამიტომ ვერ გამორიცხავ რომ მაქსიმე სწორედ ამ სიტყვას იყენებს. სწორედ იმისთვის რომ ამან შენში რაღაცა ზე აღრთოვნება გამოიწვიოს და არა მხოლოდ რაღაც ლიტონი რაღაცა ეს როც ქრისტეს ორი ბუნება ამიტომ ისისა და რომელ დონეზეც ედიშეს უნდა ჩამოიყვანოს მაგრამ მის და უნებურად შეერთება რა ამ ტექსტს და ცდილობს ეს ტექსტი ღრმად გაიგოს თვითონაც ამ მისტაგოგიაში ხვდება და თვითონაც რაღაც ისეთ წესებს და სიტყვებს იგონებს რომელიც სიტყვებიც საკმაოდ უკვე ედიშერი თავისი თარგმნით თავად ქმნის მისტაგოგიურ თუ თეოლოგიურ რეალობას და აი აგერ მაგათი მე მაფიქრებს რაღაცეებზე მაგრამ თავად ედიში რატომღაც ამას ყველაფერს ატორმოზებს ერთგვარი მაგრამ ეს მარტო მამოხრუჭებელი ედიშეურისეული ეს გაზრახულობა მაინც კარგია რომ ზედმეტად ფანტაზიებში არ გავარდეთ და ცოტა ჩვენც დავმიწდეთ და მაინც იმ დოგმატურ საფუძვლებს არ მოცდეთ. Completely purified soul could ascend permanently after death to the angelic realm. ნახეთ როგორ არის და სრულად გაწმენდილი სული მარადიულად ესე იგი ახლა დროებითად დავდივართ ამ ცხოვრებაში ლიტურგიის თუ რაღაც წინების კითხვის დროს რაღაც თან
ქართული სუფრის დროს. მხოლოდ შეგვიძლიათ იქ პერმანენტულად იქ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ და ეს სადაც ვშენავთ არის ანგელოს და რეალობა. Vedāt რა გითხარით, ის ედიშის შემთხვევით წესი რო გამოვიდა, იმიტომ გითხარით, რომ იქ შევერთობით ანგელოზებს და სად არის ანგელოზი? ეს არის მიწა. სადაც ანგელოზები არიან ღმერთის ნება. უმატერიო მატერიები. Iar ედიშის გესმით და ის წესს რო ამბობს, ამ წესის მეტროპოსი და რო გითხარით, რომ ედიშემ არის გვარსახეთ თარგმნა, ეგ წესად თარგმნა. Ai ეს წესი თავისდაუნდობლად გამოვიდა სწორედ ეს ანგელოზის და წესი. რომელიც მკვდარია, თუ მასში არ იქნება ადამიანის შემოქმედებითი მოქმედება და ძალა პოტენცია ჩართული. ესე იგი, გახსოვთ როგორ არის მაქსიმესთან, რომ მაქსიმე მიუძღვნის ღმერთს თავად ანგელოზებსაც კი. ამიტომ არის ღვთისმშობელი აღმატებული ანგელოზებს. რა არის ეს შემოქმედებითი ძალა? ანგელოზები არა მხოლოდ ღმერთის ცოცხლობენ, არამედ სწორედ ღმერთის მოქმედებაში ჩართული ადამიანის მოქმედებით ცოცხლობენ. აი უცნაური რაღაც არის. Although Theurgis believed that the truly devout would choose to descend into corporeal once more in order to lead other souls to blessedness. აკვე თემა არის ისე პლატონის გვირაბის, ესე იგი იდმება ღვიმიდან რომ გამოვა სული და ავო მაღლო მერე დგას წესი ესეთიო რომ როდესაც ღვიმიდან და სიბნელიდან ამოვა და ნუ ფილოსოფოსი შემთხვევით აღიყვანებაო სხვათა შორის იქ რამ ძალა აიყვანს მასო ესე გახმერთი ძალა მაშინო ასეთ შემთხვევაშიო უნდა დაბრუნდეს თუ არა ის სულიო უკანო და რო დაბრუნდესო თავის ძმებსო უთხრასო რომ გააგებინოს ეს სიმართლე, მაგრამ თუ დაბრუნდებო ძმებიო დებილად ჩადნენ გიჟიშა შელა მოკლან კიდეც. დაბრუნდებო ისო უთხრასო. დაბრუნდესო უნდა თუ არ უნდა დაბრუნდესო, ეს კითხულობს სოკრატე კითხულობს. კითხავს სვამს და სოკრატე ამას არა უნდა დაბრუნდესო. ამგვარად ეს სხვადასხვა რელიგიებშია ეს. ესე. რომ უნდა დაბრუნდეს ზარათუსტრა. მე გააკეთებს ამას იესო ქრისტე, ხო? ეს და აქაც ესე წერია რომ ნამდვილად დივოუტ, ესე ნამდვილად კეთილმსახური კეთილმსახურიო აირჩევს რომ კვლავ დაუბრუნდესო თავის სხეულს და ამას პავლე აკეთებს გახსოვთ მე აღარ მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ მანამდე ვიქნები სანამ თქვი საჭირო ვარ და აი რატო იყო ღვთისმშობელი მანამდე იყო ჩვენთან, მაგრამ ეს საჭირო იყო მოციქულებისთვის რომ გაემხნევებინო. ხოლო ამისათვის საჭირო preparation. უნდა მოემზადოთ, რომ ჩვენი სხეული ასეთი ანალოგიურ ზეახსოა დავიდეთ ამისათვის საჭირო მეცადინო ეს და მაქსიმალ ხშირად წერს ეპიდიოტი და ესე ქვია მაქსიმეს და ჩვენი გამზადებულობისა და მიხედვით ჩვენი შესაძლებლობების და მიხედვით ხშირად რომ წერია და ეს შესაძლებლობა სწორედ გულისხმობს ჩვენ სათნობით მოღვაწეობას. აი მოგეთ აი ამ ტექსტში რომელიც ედის შემეხე გვითარდა აი აქ საკითხები აი ამ ხელა საიდუმლო და რაღაც არის მოცემული სწავლება მაქსიმესი და ძალიან ღრმად არის ის განხილული და ძალიან ერთგვარად ოპტიმისტურად. ოკეი, კარგად იყავით. დიდება მამასა და მამასა და მამას.